მოგონებთ კურიერს 9 საათზე ქართულ საჰაერო სივრცეში შეძლო ფრანგული ATR-ის თვითმფრინავები გამოჩნდეს სოფლიოში ცნობილ ავიამწარმოებელთან მემორანდუმი გაფორმდა, თუმცა საფრანგეთი ბიზნესის სხვა სფეროებითაც დაინტერესდა და ქართულ დელეგაციას დაცული ტერიტორიების მოვლის კარგად აპრობირებული მოდელით შესთავაზა. Aviashow Le Bourges aviasალონზე წარმოდგენილი ამ თვითმფრინავებიდან არ არის გამორიცხული რამდენიმე საქართველოს საჰაერო სივრცეში მოხდეს. კომპანია ATR-თან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია ტურბოხრაქნიანი თვითმფრინავების წარმოებაში, უკვე გამართა მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ხელი მოეწერა მემორანდუმსაც, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში შიდა ფრენებისთვის ქართულმა მხარემ 2 თვითმფრინავი შეიძინოს. ვერაკობალიამ ATR-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავის უახლესი მოდელები პირადად დაათვალიერა. ეს არის ორბორძე საუბარი, რომელიც იფრენს საქართველოს რეგიონებში და ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ როგორც რეგიონალური თვითმფრინავები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. Le Bourges aviasალონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ყველა სიახლე უჩვენეს, თუმცა ფრანგული ბიზნესი სხვა სფეროებითაც ინტერესდება. Aviasალონის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს საფრანგეთის რეგიონალური ეროვნული პარკების ფედერაციის წარმომადგენლებმა დაცული ტერიტორიების მოვლა პატრონობის კარგად აპრობირებული მოდელი შესთავაზეს. საფრანგეთში მთავრობას ნაკრძალის მოვლაში ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ამის ნაცვლად ხელისუფლება ამოჯახებს ფინანსურ დახმარებას თავაზობს. ის ურთიერთობა, რომელიც დღეს არსებობს საფრანგეთის მთავრობის და საქართველოს შორის, უკვე გადაეცემა ფრანგულ ბიზნესზე. ტრანსპორტის სექტორში დაიწყეთ თანამშრომლობა კომპანია ATR-თან, შეხვედრები ჰქონდა ბიზნესთან, სოფლის მეურნეობის კუთხით, ტურიზმის კუთხით, რომელსაც განსაკუთრებით ინტერესი აქვს რეგიონებში, საქართველოში განვითარონ მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროები და ხელი შეუწყონ ასევე ადგილობრივ ოჯახურ სასტუმროებს. ნების დაცვა პრიორიტეტული უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან იგი დაკავშირებულია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან. საფრანგეთში ჩვენ შევიმუშავეთ მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად და ამ ურთიერთობით მოგებული რჩება ორივე მხარე. Aviashow Le Bourges aviasალონზე მსოფლიოს ავიაინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიები უკვე თითქმის 100 წელია, რაც ყოველწლიურად საუკეთესო ავიასიახლეებს გამოფენენ. წელს თვითმფრინავის ახალი მოდელები 200 მიღმა კომპანიამ წარმოადგინა. Bourges სალონი საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენად ითვლება. ის წელს რიგით 59 ცერემონიალს მასპინძლობს. სალონის პირველი 4 დღე პროფესიონალებისათვის ისმენდია, ხოლო ბოლო 3 დღე რიგით დამთვალიერების დაადგინა. Aviashowზე თვითმფრინავების ახალი მოდელები ქართველმა სტუდენტებმაც დაათვალიერეს, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით ტულუზაში საავიაციო სკოლაში სწავლობენ. დიდი გამოცდილების სპეციალისტებთან გვიწევს მუშაობა, რომელიც ნამდვილად ისეთ ადამიანის ერთი სიტყვაც ძალიან დიდს ნიშნავს. ყველანაირად მაყოფილი ვართ ამ სასწავლებელის, ტექნიკური მხარე იქნება თუ საცხოვრებელი. ჩვენ ვამზადებთ 16 კაციან ჯგუფს. ისინი სწავლობენ ევროპული საჰაერო ნავიგაციის წესდებას, იმ ავტომატურ სისტემებს, რომლებითაც ხელმძღვანელობენ თანამედროვე სანავიგაციო აპარატები. ასევე ისინი მონაწილეობენ სიმულაციებში, სადაც განასახიერებენ საჰაერო კონტროლს პირდაპირ აეროდრომზე. მათ კურსის დამთავრების შემდეგ საჰაერო კონტროლის სერტიფიკატი გადაეცემათ. Aviashow Le Bourges aviasალონი დამთავრებელს 26 ივნისამდე უმასპინძლებს. რეფორმების სატყეო სექტორში ტყით-სარვებლობის წესი მარტივდება, ხის მოჭრა ნებისმიერ მსურველს უკვე ერთი ფანჯრის პრინციპით შეიძლება. უსხლელი რჩება ტარიფებიც, კანონი 1 ივლისიდან ამოქმედება. მოსახლეობის ხეთყით უზრუნველყოფა, ხის მოჭრის წესების გამარტივება და კორუფციასთან ბრძოლა. ეს არის ის მთავარი პრობლემები, რომელიც სატყეო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდეგ უნდა მოგვარდეს. სატყეო სექტორში სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები იწყება. მალე მსურველები ხის მოჭრას გამარტივებული წესით, ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ. გამარტივებული უნდა იყოს ეს ყველაფერი ტყეში. რაც აქამდე იყო ძალიან დიდი პრობლემა, იყო ძალიან რთული პროცედურები, იყო დაუმჭირველი პროცედურები, შესაბამისად მოსახლე ხშირ შემთხვევაში არცოდნისგან ამ რთული სისტემისგან აღებდა და შესაბამისად იგი ეჯებოდა, ამ შემთხვევაში ყველაფერი თითქმის ერთი ფანჯრის პრინციპით. ახალი კანონის მიხედვით გამარტივდება ხის მოჭრა როგორც კომერციული, ასევე პირადი გამოყენებისთვის. ამისათვის საჭირო მხოლოდ ხეთყის დამზადების ქვითარი იქნება, რომლის მიღება ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი. ქვითრის მფლობელი ბანკიდან პირდაპირ მითითებულ ტერიტორიაზე მივა და რეინჯერის მეთვალყურეობის ქვეშ ქვითარში მითითებული ჯიშის, მოცულობისა და ხარისხის ხეს მოჭრის. მარტივდება მოჭრილი ხეთყის გამოტანაც. ეს პროცედურა სულ რაღაც 1 წუთში მოხდება. ტყიდან გამოსვლისას საბუთებს მხოლოდ სააგენტოს თანამშრომელი გადაამოწმებს, რომელიც მოჭრილი ხის რაოდენობას ქვითარში მითითებულს შეადარებს.
სატყეო რეფორმები დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გუბერნატორებს და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც გააცნო. სამუშაო შეხვედრა მინისტრმა რუსთავის ახალ გამგეობაში გამართა. სოციალურчас ისე და ისე უჭირდება საკუთარი თავისთვის შეშაფთულ მასალად, ის საკმაოდ მარტივად შეძლებს ეს შესვლას გამოტანას მასალის შეშის და შესაბამისად როგორც შეგვიძლია მასალა თავისთავად არეკება გადაღების უფლება. გადაღების შემთხვევაში უკვე დარეგისტრირდება და დაიწყებს სამოწმო საქმეს. განხილეთ სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმები ეს მაქსიმალურად გაუადვილებს მოსახლეობას, დღეს სარგებლობას და მეორეს მხრივ ბიუჯეტში იქნება მნიშვნელოვანი შემონატანები და ძალიან კარგია ეს. დღემდე ხე-ტყის მოჭრასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა არსებობდა. მოსახლეობის მთავარი პრობლემა რეინჯერებთან დაკავშირება და მონიშნული ხეების ადგილმდებარეობის მიგნება იყო. ამის გამო კორუფციული გარიგებებიც ხშირად ხდებოდა. ძალიან დიდი თვითსურვილებთან იყო დაკავშირებული და სიტუაციებია ახლა ესე თუ იქნება ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის ყველასთვის. კანონ პროექტი განსახილველად პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება. ახალი კანონი ძალაში 1 ივლისიდან შევა. ცნობილია, რომ შეშის მოჭრაზე ტარიფები არ შეიცვლება. მოიხსნება დაწესებული ლიმიტების და ტყეებიდან ხე-ტყის გატანას ნებისმიერი მოსახლე შეუზღუდავად შეძლებს. ქართული პარტია მოძრაობის წევრების დაკავებას აპროტესტებს. პარტიის წევრების განცხადებით უკვე დაპატიმრებულია 5 ადამიანი. ბრიფინგზე მათ კონკრეტული მაგალითებს დაასახელეს. კერძოდ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამსახურის უფროსის ლევან ტერაშვილის დაკავების ფაქტი. ქართული პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოხდარზე შეფასებას ითხოვს. ადამიანების დაკავება სრულად მოგონილი მიზეზებით ეს არის იარაღების ჩადება და შემდგომ ალბათ რაღაც მორიქსებელს გამოაცხობენ. უშინ რამე დააკავეს უშუალოდ ლევან ტერაშვილი ამ ხაბარის ძმანო და მასაც აბაზანაში ავტომატი ჩავდეს ჩააქრეს შუქი წინასწარ შეეგისტროს და მოროთაჟუქიანთეს უცხოეთ რა ავტომატი ყოფილა სულ აბაზანაში სადაც იმ წუთის გამოსული იყო წარმოადგენს მისი მეუღლე. ეს ყველაფერი არის ნახევარგანწირული ქართული ხელისუფლების, რომელმაც კარგად იცის, რომ მისი დღეები არის გათვლილი და ერთადერთი იცის შეაუძლია მას არსებობის შემარჩნებას არის რეპრესიები. სეზარ სუბალის განცხადებას გამოეხმაურნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მათი პარტიის ცალკეული წევრების დაკავება გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გამართა, სადაც საზოგადოებას მიაწვეს ინფორმაციას იმ გეგმების შესახებ, რომელიც პარტიის წევრებს მაისის ბოლოს უნდა განეხორციელებინათ. ბარაკ ობამა ავღანეთიდან კონტინენტის გაყვანას იწყებს. ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს გააკეთებს. 2011 წლის ბოლომდე ავღანეთს 10,000 ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. 2012 წლის ბოლომდე კი ავღანეთში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროთა რიცხვი კიდევ 30,000-ით შემცირდება. ამ დროისთვის ავღანეთში 100,000 ჯარისკაცი მსახურობს ამერიკიდან. ავღანეთიდან კონტინენტის გასაყვანად ემზადება გერმანიაც. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ჯარისკაცების პირველი ნაკადი ავღანეთს საფრთხის ბოლოს დატოვებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მომავალი 5 წლის განმავლობაში ისევ ბან კი მუნი ხელმძღვანელებს. გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ის მეორე ვადით აირჩიეს. ბან კი მუნის კანდიდატურას 192 ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. გენერალური ასამბლეის წინაშე სამხრეთ კორეელმა დიპლომატმა ფიცი დადო, რომ ერებს შორის ხიდის მშენებლის ფუნქციას შეასრულებს. ბალტიის ზღვაში რუსეთის მიერ ნაყედი მისტრალების გამოჩენის შემთხვევაში ლატვია ნატოს კომპენსაციას მოსწონს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. არტის პაბრიქსის თქმით, თუ ეს გარიგება რეგიონში უსაფრთხოების ბალანსს დაარღვევს, ლატვია სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ნატოსაც და საფრანგეთსაც მიმართავს. ფრანგული სადესანტო ხომალდების შეძენის თაობაზე რუსეთმა და საფრანგეთმა ხელშეკრულება გასულ კვირას გააფორმეს. პირველ მისტრალს რუსეთი 2014 წელს მიერავს. პარიზში ჯონ გალიანოს ასამახლებენ. ზორის სახლის ყოფილ დიზაინერს რასიზმსა და ანტისემიტიზმში დებენ ბრალს. ინციდენტი თებერვალში პარიზის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ნასვამმა გალიანომ კაფეში მყოფ წყვილს შეურაცხყოფა მიაყენა. რასისტული გამონათქვამების გამო დიზაინერის სკანდალის მიზეზი ადრეც გამხდარა. ჯონ გალიანის გამოჩენას პარიზის სასამართლოში ასობი ჟურნალისტი დილიდან ელოდებოდა. კრისტიან დიორის სახლის უკმაყოფილი დიზაინერი, რომელსაც რასისტული და ანტისემიტური შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ, პირველ პროცესზე გამოცხადდა, თუმცა დარბაზში ისე შევიდა, რომ ჟურნალისტებს არ გაესაუბრა. კომენტარი მედიისთვის მხოლოდ მისმა ადვოკატმა გააკეთა. სურს რომ ბოდიში მოუხადოს იმ ადამიანებსაც აწყენინა, სურს რომ აპატიონ და ამის შემდეგ საკუთარი თავის რეაბილიტირება უნდა, როგორც პიროვნულად, ასე პროფესიონალური თვალსაზრისით. პირადად ჩემი სისუსტე ისაა, რომ ჯერ ამიტოვებ
მიღების და იმედი მაქვს, რომ ხალხი მიუწევს ადამიანს, რომელიც ავადაა. სასამართლო ერთდროულად ორ სასჯელს განიხილავს, რომელიც ჯონ გალიანოს წინააღმდეგ ორმე დაზარალებულმა შეიტანა. 2011 წლის თებერვალში პარიზის ერთ-ერთ კაფეში ნასვამმა დიზაინერმა რასისტული და ანტისემიტური გამონათქვამებით შეურაცხყოფა მიაყენა წყვილს, რომელიც მის გვერდით მაგიდასთან სადილობდა. დიზაინერი პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როდესაც ინფორმაცია პრესაში გავრცელდა, გაირკვა, რომ გალიანოს დაცემის მსხვერპლი მანამდე კიდევ ერთი ქალი გახდა. მე მიყვარს ჰიტლერი და ის რომ ახლა ცოცხალი იყოს თქვენ და თქვენი სტანები უკვე დიდი ხანია უკრები იქნებოდნენ და სიცოცხლეს გაზის კამერაში დაასრულებდნენ. ეს ვიდეო პარიზის კაფეში მომხდარ ინციდენტამდე 4 თვით ადრე 2010 წლის ოქტომბერშია გადაღებული. ქალმა, რომლის ხმას კადრის მიღმა ისმის, ვიდეო ინტერნეტში განათავსა და გალიანოს სასამართლოში უჩივლა. ერთ-ერთი დაზარალებული პარიზის მუზეუმის კურატორი გერალდინ ბლოგი აღმოჩნდა, რომელიც გალიანოსგან მორალური კომპენსაციის სახით სიმბოლურად მხოლოდ 1 ევროს გადახდეს და საჯარო ბოჯიშს მოითხოვს, რომელიც მოდის წამყვან ჟურნალებში უნდა დაიბეჭდოს. იგი თავს დაესხა ჩემს კლიენტს და არა მარტო რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ როგორც ქალი ისე დაამცირა, დასცინა ვარცხნილობის გამო, სხეულისა და მისი ჩაცმულობის გამოც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ინციდენტის დროს ჩემმა კლიენტმა არც კი იცოდა, რომ ის ჯონ გალიანო. დაკითხვის შემდეგ გალიანომ ბოდიში ოფიციალურად მოიხადა და ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისგან სამკურნალოდ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. თუმცა ის ანტისემიტიზმის მრავლდებას უარყოფს. ორივე სარჩელს კი ისეთი სკანდალი მოყვა, რომ დიორის მოდის სახმა ახალი კოლექციის ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე თავარ დიზაინერს კონტრაქტი შეუწყვიტა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და საკუთარი ბრენდიდანაც გააძევა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას შესაძლოა თავისუფლება შეუზღუდონ. ცნობილ დიზაინერს 6 თვიანი პატიმრობა და 22,500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება. ნინო ანანიაშვილისა და ჟილბერ ალბერის საერთაშორისო პრემია ვარსკვლავი ნიჭიერი და ახალგაზრდა მოცეკვავეებისთვის სოფლიოში ცნობილი იუველირისა და პრიმა ბალერინას სპეციალური პრემია წარმატებულ ბალერინოს პირველად 3 წლის წინ გადაეცა. 2011 წლის ამავალი ვარსკვლავები 27 ივნის რუსთაველის თეატრში უკვე ყოფილ ლაურეატებთან ერთად გალა კონცერტზე იცეკვებენ. 3 წლის წინ დაწყებული ტრადიცია, რომელსაც საფუძველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა და მსოფლიოში ცნობილმა იუველირმა ჟილბერ ალბერმა ჩაუყარეს, გრძელდება. ბალეტის წარმატებულ მოცეკვავეებს ვარსკვლავს გადასცემენ. ჟილბერ ალბერს დიდი ხნის წინ მოსკოვში მასკოვტაგრების სასახლეში გამოყენა თავისი საიუველირო ნამუშევრების. მე მოვიდა სპექტაკლზე, ჩემს სპექტაკლზე შემთხვევით და გავიცავი ერთმანეთი და ესეთი იდეა წამოწვა, რომ რაღაცა პრიზის გაგეცემა ჩემთვის და მე შეთავაზე, რომ ეს საერთოდ აზროვნებო არა ჩემთვის, არამედ ახალგაზრდა მსახიობისათვის, ვისაც გადაცემთ ყოველ წელს აი ამ ვარსკვლავს. პრემია ვარსკვლავი ახალგაზრდა ბალერინებს პირველად 2008 წელს გადაეცათ. 3 წლის განმავლობაში 2 ლაურეატიდან ერთ-ერთი ქართველი შემსრულებელი იყო. ტრადიცია არც წელს დაირღვა მოსკოვის დიდი თეატრის ამომავალ ვარსკვლავთან ერთად პრემიას წელს ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის უკვე წამყვანი ქართველი მოცეკვავე მაია მახათელი მიიღებს. ვიაჩესლავ ლოპატინი და მახათელი სცენაზე პარტნიორობას ერთმანეთს პირველად სწორედ დაჯილდოებისადმი მიძღვნილ საღამოზე გაუწევენ. კონცერტის პროგრამაში ბევრ ცნობილ საბალეტო დადგმასთან ერთად ჯორჯ ბალანჩინის ბუგაკოც მოხვდა. ბუგაკოს დადგმის უფლება მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, მათ შორის საქართველო რიგით მესამეა. ქართველი პრიმა ბალერინა ბუგაკოში მონაწილეობას პირველად იღებს. ნინო ანანიაშვილს პარტნიორობას მისი მეწყვილე ვასილ ახმეტელი გაუწევს. მიხაილ რადგან მე ვარ პირველი პარტნიორი მისი ამ სპექტაკლში, კარიერაში, რადგან ქალბატონის გულში ასრულებს ამ როლს. ეს ნორმალურია და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დაჯილდოება ახალგაზრდა მოცეკვავეებისთვის, რომელსაც გადაეცემათ ბალეტის ვარსკვლავი. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ბალერინებიც მიიღებენ, რომლებიც 2008 წლიდან მოყოლებული ვარსკვლავის ლაურეატები თავად გახდნენ. მათ შორის არის ქართველი მოცეკვავე ლაშა ხოზაშვილიც, რომელიც ამჯერად ბოსტონში მოღვაწეობს. ეს პრეზიდენტი მივიღე 2008 წელს და ამჟამად როგორც მაია მახათელი დაჯილდოების
განხილვება 27 ივნის გალო კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართება რუსთაველის თეატრში. ამ ღონისძიებით სახელმწიფო ბალეტი 159 სეზონს დაასრულებს. სექტემბრიდან კი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგება. და ხოთურერში ამინდის დრო პროგნოზ დღეს კეთი გაგვაცნობს. ამინს კვლავ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის ურთიერთქმედება განაპირობებს, ამიტომ დრო გამოშვებით მოიღრუბლება დასავლეთ საქართველოში ღამით. ზოგიერთ დღისით კი უმეტეს რაიონებში წვიმობს ელჭექით, ზოგან ძლიერად. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც. ჰაერის ტემპერატურა იქნება. ბათუმში 24 გრადუსი სითბო, 26 გრადუსამდე განხდება ჰაერი ფოთში, სოხუმში 23 გრადუსია ნავარაუდები, ზუგდიდში 26 გრადუსი სითბო, 23 გრადუსამდე განხდება ჰაერი ახალციხეში, 27 გრადუსი იქნება ქუთაისში, ლენტეხში 24 გრადუსი სითბო იქნება, ამბროლაუში ასევე 24 გრადუსი, ცხინვალში 25 გრადუსია ნავარაუდები, თბილისში 28 გრადუსი, რუსთავში 29 გრადუსი სითბო. 28 გრადუსია ვარაუდები თელავში, სიღნაღში 27 გრადუსი, ხოლო ხვარელში იქნება 29 გრადუსი. თბილისში დრო გამოშვებით მოიღრუბლება, საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთით ძლიერი ქარი. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურა დილის 9 საათზე 21, 12-ზე 24, 15-ზე 28, 18-ზე 27 და 21 საათზე 24 გრადუსი სითბო. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. ედისიონის ქართული ტურნე შემოდგომიდან ქართულ საგანძურს ქვეყნის ყველა კუთხეში წარადგენენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული მაყურებლის გახარება.